მოგზაურობა 10,000 კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე საქართველოს ჩინეთიდან ექსპედიციას მასპინძლობს დელეგაციის წევრებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი შეხვდნენ ექსპედიციას საქართველოში 4 დღე დარჩება, პირველად მათ დარეალის ხეობა დაათვალიერეს. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი ქართულ-ჩინური თანამშრომლობის იმ უმნიშვნელოვანესი პროექტისა, რომელსაც ქვია აბრეშუმის გზა. საქართველოს ამ გზის მნიშვნელოვანი შემაერთებელი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც კასპიისა და შავი ზღვის აუზების დაკავშირებაში, ასევე გლობალურად აღმოსავლეთისა და დასავლეთის კავშირის თვალსაზრისით. თქვენი ზითო ჩვენ ამ მიმართულებით ვანვითარებთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოს არის ამ გზის ძალიან პასუხისმგებლიანი მოთამაშე. შევხვდებით სტუმრებს, გვექნება საუბარი ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ტურისტულ და კულტურულ სფეროში ძირითადად და თვითონ ამ ღონისძიების ერთ-ერთი დანიშნულება და არსიც გარდა იმისა, რომ ძველი ისტორიული აბრეშუმის გზის გახსენება აქვს ტურისტული და კულტურული დატვირთვა.